სტუდენტები ოკუპირებულ სტარობელსსა და ლუგანსკის ოლქში მართლაც იყვნენ და ისინი დაიღუპნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმის შემდეგ. ასე დასვდამდე მივიდნენ რამდენიმე უკრაინული გამოცემა, რომლებმაც ჩაატარეს საკუთარი დამოუკიდებელი გამოძიებები. მაშინ გეტყვით, ეს რთული გამოშვება იქნება, ამიტომ ამ გამოშვებას ექნება გრძელი პრეამბული. უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ ოკუპირებულ სტარობელსკზე წერტილოვანი დარტყმის თემა მართლაც რთულია და სამწუხაროდ რუსებმა შეძლეს მისი პროპაგანდისტულ ხრიკად გადაქცევა. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა სტარობელსკზე დარტყმის შემდეგ 22 მაისს ოფიციალურად გამოაქვეყნა ანგარიში. იქ განადგურდა მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტი, კერძოდ რუსეთის რადიოელექტრონული ბრძოლისა და უპილოტო აპარატების რუბიკონის დანაყოფის შტაბი. ეს ლეგიტიმური და უკიდურესად მნიშვნელოვანი მოვლენა. მაგრამ მოგვიანებით სხვა ფაქტებიც გამოჩნდა. იმავე ყოფილი საერთო საცხოვრებლის შენობაში იმყოფებოდნენ და დაიღუპნენ სამოქალაქო პირებიც. ესენი იყვნენ ადგილობრივი კოლეჯის სტუდენტები, რომლებიც რუსეთის ოკუპაციის მძევლებად იქცნენ. ამ ამბავმა ფაქტობრივად ორად გაყო უკრაინული სოციალური ქსელები. ერთი მხრივ რადიკალური სამხედრო პრაგმატიზმი, თითქოს ყველა ვინც ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩა და იქ რუსულ დიპლომებს იღებს, ავტომატურად კოლაბორანტია და მათ შეწოდებას არავითარი აზრი არ აქვს. მეორე მხრივ ტრაგედიით გამოწვეული ღრმა შოკი და მოწოდება, რომ მაინც არ დავკარგოთ ადამიანურობა. იცით, დიდხანს ვფიქრობდი, ღირს თუ არა საერთოდ ამ საკითხის ფართო საზოგადოებაში გამოტანა და მისი განხილვა ამ YouTube არხზე. მაგრამ საბოლოოდ გადავთქვიტე, ეს თემა დეტალურად განვიხილო. რატო? იმიტომ რომ უკრაინა სწორედ ღირებულებებისთვის და სიმართლისთვის იბრძვის გაველურებულ რუსებთან. და პატივისცემის ნიშნად უკრაინის შეიარაღებული ძალების თითოეული მებრძოლისა და ამ ომში დაღუპული თითოეული უკრაინელის მიმართ. მე არ მაქვს უფლება გავემსგავსო რუსებს, რომლებიც პირზე დუჟმონდგარები უარყოფდნენ ბუჩაში, მარიუპოლში ან ელენოვკაში მოხდარ ტრაგედიებს. თავს ქვიშაში მალავდნენ და ყვიროდნენ რაღაც ფეიკებზე. ჩვენ მაინც დასრული ცივილიზებული საზოგადოება ვართ, რომელსაც შეუძლია სიმართლეს თვალებში შეხედოს, როგორი მწარეც არ უნდა იყოს ის. და დღეს ჩვენ გავარკვევთ, როგორ იყენებს რუსეთი ცინიკურად ბავშვებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე როგორც ცოცხალ ფარს. რატომ არის სტარობელსკის ტრაგედია პირველ რიგში კრემლის სამხედრო დანაშაული და არა უკრაინის შეიარაღებული ძალების? და როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა ამ ტრაგედიის მსხვერპლთა სიკვდილზე? ჩემი სახელია ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს რთული, მართლაც რთული თემა და გავარკვიოთ, რა მოხდა სინამდვილეში. არსებობს უკრაინული არმია. თუ თქვენ არ ზომავთ, მომსმინეთ ჩემს სიტყვებს. აი ხურატრებით მომისმინეთ. მინდა რომ ერთმნიშვნელოვნად გამიგოთ. თუ ჩვენ მივიღებთ ასეთ გადაწყვეტილებას მხოლოდ უკრაინელი მოქალაქეების დასაცავად, და ვნახოთ თუ რომელიმე სამხედრო მოსამსახურე გაბედავს და ესვრის საკუთარ ხალხს, რომლის უკანაც ჩვენ მიდგებით, არა სამჯერ, არამედ პირდაპირ უკან. ვნახოთ გაბედავენ თუ არა ქალებსა და ბავშვებზე სროვას. მოვუყურებ იმათ, ვინც ასეთ ბრძანებას გასცემს უკრაინაში. მაშასე, 22 მაისის დილით ოკუპირებულ სტარობელსკში, ლუგანსკის ოლქში, ადგილობრივი ტელეგრამ არხები მართლაც სავსე იყო განცხადებებით ახალგაზრდა ბიჭების ძებნის შესახებ. მშობლები და ნაცნობები ეძებდნენ დაკარგულებს მასწავლებელთა კოლეჯის საერთო საცხოვრებელზე დარტყმის შედეგად. ამაზე პირველად დაწერა გამოცემა რეალნაია გაზეტამ, ხოლო მოგვიანებით ამაზე დაწერეს დანარჩენმა უკრაინულმა მედიებმა. აქვე მოვიყვან ციტატას სწორედ იმ რეალნაია გაზეტადან. მანამდე სანამ რედაქტორებს განვიხილავდეთ ფაქტები. დაღუპულები რეალური ადამიანები არიან. მათ სოციალურ ქსელ კონტაქტებში გვერდები ჯერ კიდევ ღიაა. ზოგიერთები ოფიციალურ ჯგუფზე არიან გამოწერილები სტარობელსკის პედაგოგიური კოლეჯის. ისინი აქვეყნებდნენ ფოტოებს, ხავდათ მეგობრები. ახლა კი იქ სამძიმრის კომენტარები წერია. მათი სახელები ემთხვევა რუსების მიერ გამოქვეყნებულ დაღუპულთა სიებს. მაგალითად, ანასტასია ვასილენკომ თავის გვერდზე მარტში ატვირთა მოკლე ვიდეო. 23 მაისს იქ პირველი სამძიმრის კომენტარები გამოჩნდა. ალექსანდრა კოპაკის გვერდზე ბოლო 3 დღეა მხოლოდ სამძიმრისა და გაუმშვიდობების კომენტარები იწერება. ბოლო ფოტო საჯაროდ გოგონამ 26 თებერვალს გამოაქვეყნა. 19 წლის ანა პოგრებნიჩენკოს დაკრძალვაზე პროპაგანდისტები მივიდნენ და სიუჟეტი გადაიღეს გატეხილ ნათესავებთან ერთად. კონტაქტეს გვერდზეც ადამიანები ტოვებენ მწუხარების მხარდაჭერისა და ხსოვნის სიტყვებს. დაღუპული დაშა სერდიუკის ნათესავები პროპაგანდისტებს უჩვენებენ მის ბოლო შეთხოვინებას, რომელიც მან მათ უკვე დარტყმის შემდეგ ჩაწერა. ბოლო ფოტო, რომელიც დაშამ სოციალურ ქსელებში ღიად გამოაქვეყნა, მისი დაბადების დღის ფოტოა. ამ ფოტოს ქვეშაც ეხლა გლოვის ტალღაა. ტელეგრამ არხებმა გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელიც დარტყმის პირველ წუთებშია გადაღებული.
ღიად ხელმისაწვდომია ძალიან ცოტა კადრი საერთო საცხოვრებელზე დარტყმის ადგილით. დარტყმის შემდეგ პირველ წუთებს მხოლოდ რამდენიმე ადამიანი იჟებდა და კიდევ უფრო ნაკლებმა გააზიარა ეს კადრები. რუსეთი მრავალი წლის განმავლობაში ფრთხილად ასუფთავებდა საინფორმაციო ველს ლუგანსკსა და დონეცკში. ამიტომ საუბარი შეიძლება იყოს პროპაგანდისტულ წყაროებზე. ხოლო გასულ წელს დაჯგუფება ელნერის მეთაურმა ლეონიდ პასეჩნიკმა საერთოდ აკრძალა თავდასხმების შედეგების ფოტოებისა და ვიდეოების გამის გამოქვეყნება. მაგრამ რა მოხდა სტარობელსკში სინამდვილეში? რუსეთის ხარის ვერსიით 22 მაისის ღამეს უკრაინულმა დრონებმა დაარტყეს სტარობელსკს. სტარობელსკის კოლეჯის, ეგრეთ წოდებულ ლუგანსკის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელი ნაწილობრივ დაინგრა. რუსების ინფორმაციით დარტყმის მომენტში იქ დაახლოებით 80 სტუდენტი იმყოფებოდა. დაიღუპა 21 ადამიანი. რამდენიმე ათეულმა მიიღო დაზიანება. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ დარტყმის მიზანი იყო რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურის რუბიკონის ერთ-ერთი შტაბი, რომელიც უპილოტო აპარატების შემუშავებასა და გამოყენებას koordinirებს. გენერალური შტაბის ვერსიით, შტაბი განთავსებული იყო ინსტიტუტის კომპლექსის ადმინისტრაციულ შენობებში. და აქ იდგება ყველაზე მთავარი, რაც მთელი გამოშვების განმავლობაში უნდა გავხსოვდეთ. ადგილზე მყოფმა უცხოელმა ჟურნალისტმა გამოცემა მედუზას უამბო, რომ მან საერთო საცხოვრებელთან ახლოს დაინახა დანგრეული სტარობელსკის პროფესიული კოლეჯის შენობა. გავიმეორებ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, არა პედაგოგიური, არამედ სწორედ პროფესიული კოლეჯის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ორი სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებაა, რომლებიც უცნაური დამთხოვის შედეგად ფაქტობრივად ერთში გააერთიანეს. მაგრამ როდესაც ამ უცხოელმა ჟურნალისტმა ამ მეორე შენობაში შესვლა მოისურვა, რუსმა ძალონებმა რატომღაც არ მისცეს ნება ეს შენობა დაეთვალიერებინა. იმ მიზეზით, რომ იქ არავინ დაზარალებულა და ჟურნალისტებს იქ არაფერი ესაქმებათ. თითქოს იქ არაფერია გადასაღები. აი, ყველა მსხვერპლი აქ არის. იქაც, რა თქმა უნდა, მოხდა, მაგრამ იქ საჩვენებელი არაფერია. უფრო მეტიც, რუსმა ძალონებმა ჟურნალისტებს უბრძანეს, გადაეღოთ მხოლოდ მონიშნულ კვადრატში და აუგზავნეს მონიშნული პერიმეტრის გარეთ გასვლა. მაგრამ რატო? საქმე იმაშია, რომ სტარობელსკში, გოგოლის მოედანი ნომერ 1-ზე მდებარეობს ორი სასწავლებელი. სტარობელსკის პროფესიული კოლეჯი და სტარობელსკის კოლეჯი ლუგანსკის პედაგოგიური უნივერსიტეტის. მათ აქვს სხვადასხვა ხელმძღვანელობა, სხვადასხვა სასწავლო მიმართულებები, სხვადასხვა ვებგვერდები და კიდევ სხვადასხვა ადმინისტრაციული სათავსები. სტარობელსკის პროფესიული კოლეჯი მდებარეობდა ძველ ორსართულიან წითელი აგურის შენობაში. სტარობელსკის კოლეჯი ლუგანსკის პედაგოგიური უნივერსიტეტთან მდებარეობდა ნაცრისფერ 5-სართულიან შენობაში. და რაც საინტერესოა, სასწავლო აუდიტორიები და საერთო საცხოვრებლები ერთ შენობაში იყო. აი ასე. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიშანი. კიდევ ერთხელ, საერთო საცხოვრებლები და აუდიტორიები ერთ შენობაში იყო. რატომ? და აქ იწყება ყველაზე ცინიკური ნაწილი. რუსების სამხედრო ინფრასტრუქტურა სტუდენტების ზურგს უკან მალავდნენ. პედაგოგიური კოლეჯის ადმინისტრაცია აქტიურად ავრცელებდა ინფორმაციას კოლეჯის ცხოვრებაზე სოციალურ ქსელებში და სტუდენტების ყოველდღიურობას ფოტოებზე აჩვენებდა. და ამ ფოტოებზე, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იყო სამხედროების ან სამხედრო ტექნიკის ნახვა. პედაგოგიური კოლეჯის სოციალურ ქსელებში არაფერია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ის რაიმე ფორმით დაკავშირებული იყო სამხედროებთან. ხოლო სტარობელსკის პროფესიულმა კოლეჯმა რატომღაც სტუდენტებთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოქვეყნება ჯერ კიდევ 2025 წლის სექტემბერში შეწყვიტა. ცნობილია, რომ კოლეჯი არ დახურულა, მაგრამ სხვერპთა შორის მისი სტუდენტები არ სახელდებიან. და სწორედ პროფესიულ კოლეჯში მიმდინარეობდა გაუგებარი ფარული საქმიანობა, რომლის ჩვენებაც რუსმა ძალოვანებმა უბრალოდ აკრძალეს. და იქ არც ერთი ჟურნალისტი არ შეუშვეს. შედეგად რუსეთმა შეძლო ამ ტრაგედიის გამოყენება. პირველ დაღუპულთა რაოდენობა პირადად რუსმა დიქტატორმა ვლადიმირ პუტინმა დაასახელა. მან მაშინვე დაავალა არმიას საპასუხო დარტყმისთვის მომზადება. და 24 მაისის ღამეს რუსეთმა დაარქა კიევსა და კიევის რეგიონს. მათ შორის გამოიტანა რაკეტა ორეშნიკი. რა თქმა უნდა, ეჭვს იწვევს ის, რომ რუსებმა ერთ დღეში შეძლეს კომბინირებული შეტევის მომზადება უკრაინის დედაქალაქზე. სტარობელსკზე დარტყმის შედეგები რუსებმა მედიაშოუდ აქციას. მათ მასობრივი ყვავილების მიტანა ორგანიზეს სხვადასხვა რუსულ ქალაქებში დიდ ეკრანებზე გლოვის წარწერები აჩვენეს. მაღაზიებსა და კაფეებზე დროშები დაუშვეს. სიკვდილის შესახებ ემოციური შეთხოვინებები მაშინვე პოლიტიკურ ლოზუნგებთან ერთად ისმოდა. თუმცა ამ პროპაგანდისტული სიუჟეტების გმირები ფაქტებს აღწერდნენ. და რაც საინტერესოა, არც ერთი მათგანი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არ ადანაშაულებდა. ისინი უბრალოდ ამბობდნენ, აი ტრაგედია მოხდა
ეხლა მთავარი. დაღუპულ და დაშავებულ სტუდენტებთან დაკავშირებით რუსები მუდმივად იყენებენ სიტყვას ბავშვი ან ბავშვები. ეს შეგნებული манипуляცია, რადგან 18 წლის ადამიანი უკვე ბავშვი აღარ არის. და მან უნდა მიიღოს შეგნებული გადაწყვეტილება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ესმის, რომ ამავე შენობაში აშკარად სამხედრო манипуляციები მიმდინარეობს. და აქ ჩნდება კიდევ ერთი საინტერესო შეუსაბამობა, რადგანაც მხოლოდ 2 დღის შემდეგ, უკვე 24 მაისს, დარტყმის ადგილზე მიიყვანეს ეგრეთ წოდებული უცხოელი ჟურნალისტები. მათ შორის უმეტესად კრემლისადმი ლოიალური ბლოგერები იყვნენ, რომლებსაც კრემლის ნარატივების გავრცელების დოკუმენტირებული ისტორია აქვთ. მაგალითად, Cheybows, ანუ Russia Today-ს კორესპონდენტია, რომელიც უბრალოდ ირლანდიიდანაა. შემდეგი კი Saad Khalafia. ეს არის Al-Arabias კორესპონდენტი მოსკოვში, რომელსაც რუსეთის მიერ აკრედიტებული მოგზაურობების გამოცდილება აქვს ფრონტის ხაზზე. Giovanni Pini, იტალიელი ჟურნალისტი, რომელიც რუსეთში ცხოვრობს და მუშაობს. და ის აშუქებს რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ. მაგრამ საინტერესოა, რომ კრემლისადმი სრულად ლოიალურ ჟურნალისტებს შორისაც კი სტარობოლსკში აღმოჩნდნენ ისეთები, ვინც რუსებს არ დაუჯერა. მაგალითად, ლუგანსკის პროპაგანდისტებმა იტალიელი ჟურნალისტი გააკრიტიკეს, რომელიც, როგორც ისინი ამბობენ, რატომღაც სიტყვა თითქოს ამატებდა, როცა კოლეჯის საერთო საცხოვრებელში მოხდარ მოვლენებს ახდერდა. კიდევ ერთხელ რუსებმა გადაწყვიტეს მხოლოდ ერთი შენობა ეჩვენებინათ დარტყმის შემდეგ. მაგრამ კატეგორიულად უარს ამბობდნენ ჟურნალისტებისთვის ეჩვენებინათ რა მოხდა მეორე კოლეჯში. და რატომ იყო საერთო საცხოვრებელი დაზიანებული. და ეს ყველაფერი არა ეს. ამდენს გაჩნდა მოსაზრება, რომ საერთო საცხოვრებელში არ მომავალი მასწავლებლები ან ბაღის აღზრდელები დაიღუპნენ, არამედ უპილოტო აპარატების ოპერატორები, რომლებიც გადიოდნენ მომზადებას. დასკვნა გაკეთდა იმაზე დაკრდნობით, რომ ჩელიაბინსკის ოლქში უპილოტო აპარატების ოპერატორებად რუბიკონის დანაყოფში გოგონებს ირებდნენ. და აი საერთო ორ ფაქტს შორის ის არის, რომ რუბიკონი მართლაც სწორედ გოგონებს იბირებდა. და სტარობელსკის საერთო საცხოვრებელში დაღუპულთა უმეტესობაც გოგონები იყვნენ. და წინადრე სტარობელსკში მართლაც მიმდინარეობდა გოგონების რეკრუტირება უპილოტო აპარატების ოპერატორებად, სწორედ იმ რუბიკონში, ნონში. რას ვასკვნით ამ ყველაფრიდან? სტარობოლსკის ტრაგედია სასტიკი, მაგრამ ძალიან გამოფხიზლებელი მტკიცებულებაა იმისა, თუ ვისთან ომობს უკრაინა. კრემლისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები, მათ შორის ბავშვები და მოზარდებიც კი, უბრალოდ სახარჯი მასალაა. ესენი არ არიან თავიანთები, როგორც ისინი ამბობენ, არა. ეს ცოცხალი ფარია, რომლის უკანაც რუსი სამხედროები მალავენ თავიანთ რადარებს, უპილოტო აპარატების შტაბებს და ასე შემდეგ. ისინი მშვენივრად აცნობიერებენ, რომ ადრე თუ გვიან იქ დარტყმა განხორციელდება. და როცა იქ დარტყმა ხდება, ისინი არ ჩხარობენ ხალხის გადარჩენას, არა. პირველ რიგში ისინი კამერებს მიაქვთ, რათა ძვლებზე პროპაგანდა ააგო. თქვენ რას ფიქრობთ? დაწერეთ კომენტარებში, მოდით ამ თემაზე ღიად ვისაუბროთ. გვადონთ, რომ ეს გამოშვება ბოლომდე ნახეთ. იზრუნეთ საკუთარ თავზე და შეხვედრამდე. და ვნახოთ თუ რომელიმე სამხედრო მოსამსახურე გაბედავს და ესვის საკუთარ ხალხს, რომლის უკანაც ჩვენ დავდგებით, არა წინ, არამედ უკან. ვნახოთ გაბედავენ თუ არა ქალებსა და ბავშვებზე სროლას, რომლის უკანაც ჩვენ დავდგებით, არა წინ, არამედ უკან. ვნახოთ გაბედავენ თუ არა ქალებსა და ბავშვებზე სროლას, რომლის უკანაც ჩვენ დავდგებით, არა წინ, არამედ უკან. ვნახოთ გაბედავენ თუ არა ქალებსა და ბავშვებზე სროლას, რომლის უკანაც ჩვენ დავდგებით, არა წინ, არამედ უკან.